ახლა კი მოდი ერთად მოვისმინოთ თუ რა გველის დღეს და რას გვიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები. ხო გაინტერესებს. გამოვიშვი. როგორც ასტროლოგები გვამცნობენ, 9 ივლისი დიდი ენერგიითა და შესაძლებლობებით გამოირჩევა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის შანსი გამოვიყენოთ, რომელიც ამ დღეს გამოგვიგზავნის სამყარო და კიდევ რით იქნება გამორჩეული. 4 შაბათი ამას ტრადიციულად ჩვენი ეზოთერიკოსი ნინა სუსლოვასგან გავიგებთ. აბა ჩავუჯექით. დილამშვიდობი საქართველო, დღეს 9 ივლისია, 4 შაბათი. დღევანდელი დღეს მმართველი პლანეტა მერკურია და ეს დღე საკმაოდ აქტიური, ენერგიული იქნება. მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც დღეს მოგეცემათ. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ზოდიაქოს ნიშნებზე. ბერძებო, უკვე შეგეძლიათ მოქმედება და ნაბიჯების გადადგმა. კარგი იქნება თუ თქვენს ჰორიზონტს გააფართოვებთ და უფრო მასშტაბურები გახდებით. მოკლედ, შეეცადეთ, რომ დღევანდელი დღე მაქსიმალურად გამოიყენოთ, რადგან აუცილებლად გამოგიჩნდებათ შანსები და შესაძლებლობები. კუროებო, დღეს უმჯობესი იქნება თუ დროს მოახმართ ფინანსური საკითხების მოგვარებას და გადაჭრას. შეცვალა რაღაც კონკრეტული პრობლემების საკითხები, რომლებიც გაწუხებდათ, დღეს ეს ყველაფერი მარტივად მოგვარდეს. მოკლედ, შეეცადეთ, რომ თუ კი რაიმე მარტივი პრობლემა გაქვთ, დღევანდელი დღე მის გამოსწორებას დაუთმოთ. უფრო მარტივი იქნება და წარმატებაც არ დააყოვნებს. რაც შეგეხება თქვენ ტყუბებო, დღევანდელი დღე საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება ურთიერთობების კუთხით. შეეცადეთ, რომ სწორი კომუნიკაცია დაამყაროთ. გარდა ამისა, შესაძლოა გაიცნოთ ახალი ადამიანები. მოკლედ, საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი დღე გელოდებათ. შეეცადეთ, რომ სწორად გამოიყენოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც მოგეცემათ. კითხებებისთვის დღევანდელი დღე შესაძლოა არ იყოს ერთგვაროვანი. შესაძლოა კონკრეტულმა ემოციებმა თქვენზე ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს. გარდა ამისა, კარგი იქნება თუ მეტ ყურადღებას დაუთმოთ თქვენს ფიზიკურ სიჯანსაღეს. შეგიძლიათ დაკავდეთ რაიმე მსუბუქი სპორტით, განიტვირთოთ, ან თუნდაც წახვიდეთ სპაში. მოკლედ, შეეცადეთ, რომ დღევანდელი დღე საკუთარ თავს დაუთმოთ. შემოიტანოთ თქვენს ცხოვრებაში რაღაც ახალი რუტინული ქმედება, რომელიც თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ფიზიკურ მდგომარეობას გაუმჯობესებს. ლომებო, დღევანდელი დღე თქვენ საკმაოდ დადებითი იქნება შემოქმედებითი კუთხით. ნებისმიერი საქმე, რომელიც შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს, მარტივად გამოგივათ. გარდა ამისა, კარგი იქნება თუ გრძნობებს უფრო ნათლად და თამამად გამოხატავთ. შესაძლოა რაღაც ახალი დაიწყოს თქვენს ცხოვრებაში. მთავარია, რომ ამისთვის მზად იყოთ და მზად იყოთ ნაბიჯის გადასადგმელად. რაც შეგეხება თქვენ ქალწულებამ, კარგი იქნება თუ დაიცავთ ბალანსს ურთიერთობებსა და პირად სივრცეს შორის. შესაძლოა რაღაც მომენტში გინდოდეთ გადაკარგვა, განმარტოვება. შეეცადეთ, რომ სწორად შეაფასოთ სიტუაცია და მოიქცეთ ისე, როგორც გული იგარნახებთ. თუ ამის სურვილი გაქვთ, არ არის აუცილებელი, რომ დღეს ბევრ ადამიანთან გქონდეთ კომუნიკაცია. შესაძლოა განმარტოვება თქვენზე საკმაოდ დადებითად აისახოს. სასწორებისთვის დღევანდელი დღე საკმაოდ მნიშვნელოვანია ინფორმაციული კუთხით. როგორც ადამიანებთან კომუნიკაციის თვალსაზრისით, ასევე შეგიძლიათ, რომ რაიმე ახალი შეისწავლოთ. მოკლედ, ნებისმიერი სიახლე თქვენზე დადებითად აისახება. შეგიძლიათ თამამად იმოქმედოთ და გადადგათ ნაბიჯები. ნებისმიერი მოვლენა, რომელიც დღეს მოხდება, თქვენზე საკმაოდ დიდ გავლენას მოახდენს. მორიელებო, დღევანდელი დღე გამოიყენეთ ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. შეგიძლიათ თამამად გადადგათ ნაბიჯები, განახორციელოთ რაღაც კონკრეტული ქმედებები, რომლებიც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას გაუმჯობესებს. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, დღის პირველი ნახევარი მეტად პოზიტიური იქნება თქვენთვის, ხოლო დღის მეორე ნახევარში უმჯობესია თუ დაისვენებთ და განიტვირთებით. რაც შეგეხება თქვენ მშვილდოსნებო, დღევანდელი დღე აუცილებლად მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ. მოგეცემათ ბევრი შესაძლებლობა, ბევრი შანსი, რომელიც არ უნდა გაუშვათ ხელიდან. შეეცადეთ, რომ იყოთ მაქსიმალურად აქტიურები. თქვენი პოზიტიური განწყობა დაგეხმარებათ იმაში, რომ წარმატებას მარტივად მიაღწიოთ. დღის ქებო არ დაიბნეთ იმ შემთხვევაში, თუ რაღაც გარკვეული გარემოებები შეგეცვლებათ. შეეცადეთ მოერგოთ იმ სიტუაციას, რომელიც წარმოიქმნება თქვენს ირგვლივ, რადგან დღეს სპონტანურობა და მოულოდნელობა შესაძლოა უფრო დადებითი იყოს თქვენთვის, ვიდრე გაწერილი გეგმით მოქმედება. მოკლედ, შეეცადეთ ცოტა სხვა კუთხით შეხედოთ დღევანდელი დღის მიმდინარეობას. მეწყვილებო, დღევანდელი დღის გამოყენება მარტივად შეგეძლიათ მეგობრებთან კომუნიკაციის კუთხით, ინფორმაციის გაცვლისთვის. გარდა ამისა, ნებისმიერი კოლექტიური საქმიანობა მარტივად გამოგივათ. თამამად შეგეძლიათ, რომ თქვენი იდეები გაუზიაროთ სხვებს. შესაძლოა მხარი დაგიჭირონ და დაგეხმაროთ მათ განხორციელებაში. ხოლო რაც შეგეხება თქვენ თავზეპო, შესაძლოა გარკვეული ნეგატიური დამოკიდებულება იქნოთ თქვენთან მიმართებაში. თუმცა, კარგი იქნება თუ ამ ყველაფერს ყურადღებას არ მიაქცევთ. შესაძლოა კონკრეტული ადამიანები თქვენზე ნეგატიურად მოქმედებდნენ. შეეცადეთ მაქსიმალურად აირიდოთ თავიდან ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებსაც თქვენთვის ცუდი უნდა ან ცუდ განწყობაზე გაყენებენ. მაქსიმალურად შეეცადეთ შეიქმნათ პოზიტიური გარემო. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ წარმატებას უფრო მარტივად მიაღწიოთ. გისურვებთ ყველას ბედნიერ და წარმატებულ დღეს.